მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან. მოდიან, იკრიბებიან კვადროციკლების გამქირავებლები, ადამიანები, რომლებიც თვითსაქმებლები არიან ბათუმის ბულვარში და მათ უკვე წელს შეუცვალეს მუშაობის პირობები ბათუმის ბულვარში. თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი ვეღარ იმუშაობდნენ ბათუმის ბულვარში მთელს პერიმეტრზე. შემდეგ მათ ისინი გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს საჭერის მთავრობის ადმინისტრაციული სახლის წინ. ამის შემდეგ უთხრეს, რომ იმუშაობენ ახალი ბულვარის კონკრეტულ მონაკვეთზე, აკვაპარკიდან აეროპორტის მიმართულებით, რაც ბუნებრივი არ არის საკმარისი მათთვის, იმიტომ რომ დაახლოებით 300-მდე ისეთი პირია, რომელიც აქირევებს კვადროციკლს ბათუმის ბულვარში. ამიტომაც პრაქტიკულად შეუძლებელია ჩვენი ერთდროულად მუშაობა განმარტავდნენ ისინი. შემდეგ ბათუმის საკრებულომაც იმსჯელა ამ საკითხზე, მათ მისცეს ის საშუალება, რომ როგორც წინა წლებში იყო, ისევ იგივე პერიმეტრზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ან დელფინარიუმიდან ზემოთ აეროპორტის მიმართულებით იმუშაონ კვადროციკლებმა, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში განთავსების ადგილები, პარკირება, მათ დაუტოვეს 30 განთავსების ადგილი და არა 70, როგორც ეს მანამდე იყო, რაც არ არის საკმარისი, როგორც თავად განმარტავენ და მოვიდნენ ისინი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან, რადგან სწორედ ბულვარის ადმინისტრაცია იღებს მათი თქმით გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და მათ მიიღეს პრაქტიკულად უარი, როცა შეხვდნენ ბათუმის ბულვარის დირექტორს არჩილ ანთაძეს. მოდი გავისაუბროთ თავად მოქალაქეებს, აქ მოსულ ადამიანებს. მოგესალმებით, მოგვიყევით რატომ მოხვედით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან და რა პასუხი მიიღეთ თქვენ პარკირებაზე, რადგან თქვენ გაქვთ ამ ეტაპზე პრობლემა? ჩვენ პასუხი მივიღეთ, იგივე ვარიანტს გთავაზობენ, აკვაპარკის ბოლოში დადექით და განლაგდით 71 ადამიანი, ამას გეუბნებიან. ისევ იგივე და საკრებულომ გადაწყვიტა, მოგცა უფლება, ნება, როგორც იყავით გასულ წლებში, ისე იმუშავეთ. დადექით და შემდგომით და იმუშავეთ ყველას. ასე მოგცა ნება. ანუ განუმარტოთ კარგად ჩვენს მაყურებელს, პრობლემა რა არის ამ ეტაპზე? თქვენ იგივე პერიმეტრზე მუშაობთ, ან დელფინარიუმიდან ზემოთ აეროპორტის მიმართულებით? პრობლემას უყურე რას ხნიან აგენი. პრობლემას ხნიან აგენის დავალება რა არის? მე ვერ ხვდები აკვაპარკიდან ბათუმი ვიუმდენო გადაადგილება ლოკაციები და გადაადგილება როგორც იყო ისე და რა პრობლემას ქნის ეს ლოკაციები აკვაპარკის ზემოთ რომ ანუ ლოკაციები სადაც თქვენ გაჩერდებით და გააქირავებთ ამ კვადროციკლებს ხო? გავჩერდებით და სადაც განავალაგებთ ჩვენს ელექტროტექნიკას იქ იქნება ქაოსი ერთ ადგილზე რომ მოვიყავით. ანუ თქვენ თავაზობენ ერთ ადგილზე მუშაობას? თავაზობენ ერთ ადგილზე 72 კაცი უნდა 71 კაცი უნდა შეყვარონ ერთ ადგილზე. ანუ ჯამში რამდენი ადგილი იქნება? 71 ადგილი. ერთ ადგილზე არის 5 მოტოციკლეტი, სამაკატი რაღაცა და ეს იქნება ფაქტიურად ძალიან დიდი ქაოსი. ანუ აქამდე რამდენი ლოკაცია იყო თქვენ წინა წლებში, როცა შეიძლებოდა გაქირავება? 71 ლოკაცია იყო აქამდენაც და იყო გაშლილი პერიმეტრი. მანძილი იყო დიდი, რა. დიდ მანძილზე რო იყო. ეხლა ლოკაცია ერთი რჩება? ლოკაცია ერთი კი არ რჩება. რჩება აკვაპარკის ქვემოთ. რჩება 30 ლოკაციას გვაძლევენ ეხლა 30 ლოკაციას. ანუ 71-ის მაგივრად 30 ლოკაცია. 30 ლოკაციას გვაძლევენ. მანძილს გვიმცირებენ და წადით სახშიო მაგას გვეუბნება და ერთმანეთი უნდა რომ გვაჩხუბოს, გადაგვყიდოს და რავი ესეთი ვარიანტი გამოდის აგენის გადაწყვეტილება. ეს ვისი ინიციატივა, ვინ გამოიტანა საკრებულო მოგცანება სახელმწიფო მოგცანება რომ იმუშავენ, შედი. ეთილინები, ყველაფერი გააკეთა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ რა ინიციატივა აქვს, რატო გვექცევა ასე ბულვარის ადმინისტრაციამ, დირექტორი რა უნდა ჩვენ და მე ვერ ხვდები. ჩვენ გვინდა ერთადერთი რა მოგცეს იმის უფლება, როგორც ვიყავით, ისე დავკეთ და ვიმუშაოთ. მეც არაფერს არ ვიტყვი. წესიერი პატიოსანი ხალხი, მშრომელი ხალხი. ხავს ბანკის ვალები 2 თვეა ველოდებით, 2 თვის განმავლობაში ვინც პური აქვს, შეაქვს სახში და ვინ შეერია, ვინ წყვალია, მაგას ვინმე კითხულობს, არ კითხულობს. მას შეიძლება ხელფასზე და ჭამს ვამს. ყველა ბანკითა დატვირთულ რა ხნას ამ ხალხმა. ანუ რამდენი ადამიანია დასაქმებულია ხამ კვადროციკლებზე? 300-მდე ადამიანი. ტექნიკა რამდენი ტექნიკაზეა ლაპარაკი? რამდენი ტექნიკური ერთეულზეა თქვენ კვადროციკლზე, მოპედზე? ელექტრომობილი უნდა იყოს 300 ელექტრომობილზეა საუბარი. 300 ელექტრომობილი, ხო? და რატომ არის პრობლემა? კარგად გასაგები რომ იყოს, უკვე 30 ლოკაციაზე იქნება განთავსებული ეს 300 ელექტრომობილი. ეთქობა მათ აქვს რაღაცა ინტერესები, მათ არა, თქვენ რო ახსნათ, რატომ არის ეს პრობლემა? 30 ლოკაცია თუ იქნება და არა 71, რაც მანამდე იყო.
პრობლემა რა. ეგ მაგას მე თვითონ ვერ ხვდები რატოა ეგ პრობლემა რა. არა, რატომ შეიქმნება პრობლემა? თუ კი 71-ის ნაცვლად იქნება 30 ლოკაცია. პრობლემა შეიქმნება ნახევარი ხალხი შეერიჩება და ამ ხალხს რა უხდით ჩვენ? 30 კაცი და 51 კაცი გარეთ გავშვა წადი სახში უთხრა და მე ვიქნები და всё. ან იმ ერთ ლოკაციაზე რამდენიმე ვერ იმუშავებს. ვერ იმუშავებს ფაქტიურად, რა თქმა უნდა. ერთ ოთახში რომ ახლა 40 კაცი შეყარო, იქ უფრო კარგად იცხოვრებს თუ 10 კაცი რო შეყარო რა, მაგალითი რომ მოვიტანო. სხვები განმარტავენ ალბათ უფრო მეც, გვერი სახელი და გვარი. დიდი მადლობა. მოდი თქვენ გითხრათ, რატომ არის პრობლემა ეს ლოკაციების ადგილების შემცირება, როგორც გავიგეთ, წინა წლებში იყო 71 ლოკაცია, რაც ქირავდებოდა ეს კვადროციკლები, ახლა იქნება 30 ლოკაცია, ხო? რატომ არის პრობლემა ამ ლოკაციების შემცირება? რატომ ითხოვთ თქვენ რაოდენობის გაზრდას? პირველ რიგში პრობლემა იქნება ის, რომ დანარჩენი ხალხი, ვინც რჩება ეს 40 და 41 კაცი, ისინი არიან ცოდვა. და აქეთ 30-ის რომ შეხვალ იმ პატარა ლოკაციაზე, პატარა მანძილზე 30 კაცი, 30 კაცი 5 მოპედით, 5 ელექტროსკუტერით რომ დადგება, ძალიან ახლოს იქნება და მუშაობა გაგვიჭირდება. ესა. დანარჩენი, რა ვიცი, ვითხოვთ იმას, რაც დაამტკიცა საკრებულომ, რომ გავუშვით ეს ხალხი და იმუშაონ, მათ როგორც უნდა თუ არიან, მათაც იციან კარგად, რომ როგორი პასუხია იქიდან გამოსული. და ერთადერთი კაცი ბულვარის ადმინისტრაცია დირექტორი არის, რომელმაც უნდა დაგვალაგოს იმ ადგილებზე, სადაც ვიდექით. რა შავდება და რა მოხდება, დაგვალაგოს და ის უარს გეუბნებათ იმაზე, რომ როგორც წინა წლებში მუშაობდით, იგივენაირად იმუშაობთ, ხო? მაგრამ გუშინ შეგხვდათ, ხო, ეს ბულვარის დირექტორი როგორც გავიგე. 12 საათისთვის დაგვიბარა დღეს. დაგვიბარა დღესაც თვითონ არ გამოვიდა, გამოუშვა თვითონ თანამშრომლები, რომ გადით და უთხარით ასეთი ამბავი, რომ ისევ ის სიტუაცია, ისევ ის ლოკაცია და ისევ იმდენი კაცი. ხო და მით უმეტეს ამაში საკრებულომ დაამტკიცა 2027 წლის 1 იანვრამდე. პატარა დროთი არის დამტკიცებული და რატომ მაგრამ ეს პარკირების ადგილები შემოსაზღვრულია, ვთქვათ, ერთი პარკირების ადგილზე, ვთქვათ, აკვაპარკთან, ხო? რომ იდგეს არა ერთი, არამედ ვთქვათ 10 კაცი და გააქირავოს თავისი კვადროციკლები, ეს პრობლემა იქნება. პრობლემა ჩვენთვის იქნება. რატო? ხო, რომ ძალიან ახლოს იქნება და იქ ჩვენ ერთმანეთში ვერ მოვიყვანოთ რა. ან რატო ვერ მოწყობთ ახლა? ძალიან ახლოს, ვერც მიმუშავებს, პირველ რიგში ვერ მიმუშავებ. რატომ ვთქვათ 10 ადამიანმა გააქირავოს ერთად კვადროციკლი, რატომ არის მიუღებელი? ფიზიკურად ვერ მოთავსებული გვაქვს. ან როგორ ვერ მოთავსება? შემოსაზღვრულია ეს. მობედი რა დაალაგო. სიგრძეში რამდენს დაიწყო? ანუ 300 არ იქნება ერთად, რომ 30 ლოკაციაა, ხო? 30 ლოკაცია რო დაალაგო. ერთ ლოკაციაზე 5 იმ ლოკაციიდან, ანუ გამოდის ერთ ლოკაციიდან 5 მოპედი, ხო? ხო. 30 მოპედი რამდენი გამოდის? 150. 150 მოპედი იქნება, ანუ ნახევარი და უფრო ცოტა ადამიანი დასაქმდება და მეორე ნახევარი არა და ეს ყველა რომ ჩავიდეთ და გავხსნით, ხომ ეს 300 მოპედი და 5 სკოროლი და ველოსიპედებიც, რატო ველოსიპედებიც მიგვაყოლეს იქეთ. ეს უბრალოდ ასე რომ დაალაგო ერთმანეთის გვერდით არ მოთავსდება ფიზიკურად, იმიტომ რომ მანძილი ვიცით რამდენია და მოპედის ზომებიც ვიცით. და არ დაждდება უბრალოდ ისაა რომ ეს ჩვენ ერთმანეთში ვერ მოთავსებით, გამოვლენ და იტყვიან რომ ეს ხალხი იქცევა ისე როგორც არ შეეფარება ბულვარს, ისე იქცევიან. ანუ პრაქტიკულად უნდათ რომ შემცირდეს თქვენი რაოდენობა. უნდა რომ წავიდეთ იქიდან, ალბათ სხვისი ინტერესებია, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ შეიძლება სიარული ველობილიქზე, იქვე რომ გააჩეროთ. ჩვენ ხო არ ვეუბნებით კონკრეტულად აქ ვინა რომ გავაჩეროთ. ჩვენ ვეუბნებით რომ თქვენ სადაც გვეტყვით, იქ გავაჩეროთ. ოღონდ გაგვანაწილეთ. ან თავად შეუძლიათ რომ განსაზღვროთ პარკირების ადგილი, ხო? ვეტყვიან, იქ დავდგებით. ოღონდ უნდა გაგვანაწილოთ. მანძილზე უნდა გაგვანაწილოთ. ჩვენ არ ვეუბნებით რომ ამ ამოსასვლელში გინდათ თუ არ გინდა უნდა დავდგეთ. ამოსასვლელი გავა 5 მეტრო აქეთ, 10 მეტრო, 20 მეტრო აქეთ დავდგებით, არა პრობლემა უღებ. თვითონ რასაც გვეუბნებიან ისე მუშაობა შეუძლებელია. ისედაც ისეთი სიტუაცია მოხდება, რომ იქ ბულვარი აღარ ერქმევა იმას ერქმევა შეიძლება არ ვიცი, ისეთი რამე რაც არ შეეფერება ბულვარს და გვეტყვიან რომ წადით. მაგის თქმა უნდა, ალბათ არ ვიცი. ან რას გულისხმობთ იმას, რომ ამ ერთ სადგურში, ერთი პარკირების ადგილას იქნება ძალიან ბევრი კვადროციკლი გითხრათ რომ 20 ადამიანი დადეკითო, დადგები და რო გითხრათ რომ გაძლევთ უფლებათ, დადეკით, არაა პრობლემა. შემოსაზღვრულია ეს სივრცე, თქვათ რომ უფრო მეტად გაიშალოს უფრო მეტად იქეთ ბულვარი. შემოისაზღვრა, ანუ პრაქტიკულად მეტი სივრცე აღარ არის ფიზიკურად. ბულვარი, იმიტომ რომ იქეთკენ გადაგვწიეთ, თავიდან ვიყავით მთელ ბულვარში, ხო? გადავნაწილეთ ეს ნახევარ ბულვარზე. ახლა უნდა გადავნაწილეთ კიდე ამის მესამედზე. ხო. და როგორ ანუ მთელი ბულვარი ნაწილდება, ახლა აკვაპარკიდან იქ ასე უნდა. მთელი ბულვარის ხალხი
ანუ მართალია მოძრაობა უფრო განსხვავებულ მანძილზეა, ანუ დელფინარიუმიდან შეიძლება უკვე მოძრაობა, როგორც წინა წლებში იყო. ზემოთკენ, ქვემოთკენ შეიძლება. დელფინარიუმიდან აეროპორტის მიმართულებით, მაგრამ გაჩერებაზეა პრობლემა. პარკირების სივრცეები არის მოწყობილი, უნდა მოეწყოს, ესე იგი, მარტო აკვაპარკის ზემოთ, ხო? თვითონ ითხოვენ რომ დალაგდით აკვაპარკის ზემოთ, რაც შეუძლებელია და თვითონაც იციან. თვითონაც იციან, ალბათ უნდათ რომ თქვან რომ ოფიციალურად. ალბათ უნდათ რომ თქვან რომ ჩვენ ამ ხალხს მივეცით საშუალება რომ იმუშაოთ, მაგრამ მაგათ მათი ინტერესები გააჩნიათ სხვა. და მაგით რა ინტერესი შეიძლება იყოს სხვა თქვენ რას ფიქრობთ? მათი გაყიდული აქვს ალბათ ტერიტორია და ვეღარ გვეუბნებიან რომ იქ დადაგითო, იმიტომ რომ სქვისია ტერიტორია და სხვა აღარ აძლევს უფლებას. ანუ სხვა აქვს თქვენ ფიქრობთ ბიზნეს ინტერესი და შეიძლება შემოგვიყვანოს. თუ შეიძლება სიარული გავჩერდე, რატო არ შეიძლება? მაგი რომ გვითხრან და ყვაცოდ იმ რომ თუ გაივლი და შეიძლება რო გაჩერდე, რატო არ შეიძლება? კარგი, თქვენი სახელდაგვარი შემოხსენეთ. თქვენი სახელდაგვარი? მადლობა. თქვენს რა გითხრათ ბატონო, თქვენი მოთხოვნა რა არის, რატომ მოხვედით დღეს, რო უთხრათ ჩვენს მოპოვებას? ჩვენ ვითხოვთ ისევ ძველ ადგილებზე დავბრუნდით, რათა გაფანტული იყოს ეს სიტუაცია და ერთად ავიღოთ ყველა ერთ ადგილზე არ ვიდგეთ და არ შევქმნათ ქაოსი. ხო? ესაა ჩვენი მოთხოვნა. როდესაც გაფანტული ვიქნებით და ჩვენ ადგილებზე დავდგებით, ამით განიმუხტება სიტუაცია და უკეთესი რამე მოხდება, არ შეგიშლის სხვა თქვენ რო გამოივლით ბულვარში, წელს არ შეგიშლის ბევრი ერთად ვერ მოხდება. იქ პატარა ტერიტორიაზე 300 მოპედი დაიძროება. ეს შექმნის ქაოსს, გაუგებრობას და ალბათ უნდა რომ მე გამოვეკოთ რაღაცაზე რომ აი ესეთები ხდება, ეს საქმე ხდება, ის საქმე ხდება და წაიწახიო რო გაგვაქვს. რატომ არ თანხმდება ამას ბულვარის ადმინისტრაცია? მე არ ვიცი, ალბათ მათი რაღაცა პირადული ინტერესები გააჩნიან მაგ. ანუ პირადული რა ბიზნეს ინტერესი? ალბათ რა ვიცი, აბა რისთვის უნდებია 8 კილომეტრი ბულვარი გვაქვს მერტმაკლა, 8 კილომეტრი ბულვარი. ხო შეიძლება ეს ყველაფერი გაიფანტოს და ერთმანეთს ხელს არ შეუჭროს. რისთვის აქვს ეს ბულვარი? იმისთვის რომ კაცმა კაცი კოცნოს და ქალმა ქალი? არ გვინდა ეს სიზულვილის ენა? ტერიტორია რომ გააწყავეს ვაფშე აქ გუშინ პირველი იყო მაგალითად ბაუშვები შემოიყვანა ხალხმა, გასართობი არ იყო, არ გაჩერდნენ, გაიქცნენ და ბევრ პრეტენზიები ქონდა, რატო არა გასართობი ბაუშვებისთვის. ესაა სასეირნო კარგი, გავიგეთ. თქვენ რას გვეტყვით? თქვენი მოთხოვნა რა არის? და ალბათ ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნა შეიძლება ერთის სულ იყოს ლოგიკური მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს არაერთხელ თქვენ პრობლემა გადაადგილების ამ კვადროციკლების მუშაობის დროს, ხო? უსაფრთხოების პრობლემები, ავარიები და ასე შემდეგ. რამოდენიმე წელია, როდესაც ეს ხალხი მუშაობს ამ ადგილას და მომავალი წლის იმედით ბოდიშა, ისესები აქვს გაკეთებული. დიახ. 3000 და 1000 ლარზე არ არის საუბარი. მოპედების იმედად 40 და 50000 ლარი ხალხს ბანკიდან გამოტანილია. ადმინისტრაცია თავრობამ გამოვიდა თქვა რომ გაზაფხულზე შო აღარ იქნება სეზონი და ვერ გახვალთ ვერ იმუშავებთ. ეს მინიმუმ 1 წლითადე უნდა გაიფრთხილებინათ ხალხი, რომ ამ ხალხმა იმ წელს ისთანხა მოახმაროს ბანკების დაფარვას და შემდეგ სხვა საქმეზე გადავიდნენ სავარაუდოდ. თქვენ მუშაობთ ამ კვადროციკლების გაქირავებაზე, ხო? ეხლა რაშია პრობლემა? 71 ლოკაცია როცა არის დელფინარიუმიდან აკვაპარკამდე გადაჭიმული, ხო? დაყოფილია ლოკაციებს შორის ადგილი არის, რომ იმოძრავო დაუშვათ 5 მოპედი დგას, შემდეგი ლოკაცია არის 20 მეტრში, 50 მეტრში. ეხლანდელი მოთხოვნით ეს ყველა 71 ადამიანი ამ ტერიტორიაზე რო იყო გაფანტული, გაუშვეს აკვაპარკის იქით ბათუმი ვიუნდე. ეს ტერიტორია ანუ აკვაპარკიდან ბათუმი ვიუნდე, ანუ პლაჟზე და ასე თქვა აშენებული კორპუსები რო გვაქვს, აი იქამდე შეიძლება რომ განთავსდეს თქვენი სადგურები, ასე თქვა, ხო, პარკირების სივრცეები. 30 ლოკაციაზე ძლევიან, აქ უნდა ერთი ვარიანტია, რომ 30 ლოკაციაზე 70 ადამიანი ჩასვლა. ხო. და მართლაც ბულვარს აღარ დაემსგავსება, ბაზარივით იქნება ხა 20 სანტიმეტრი მოცილებული ჩაყოლებაზე 1 კილომეტრი რომ მოპედი იქნება, ის რა ბულვარს დაემსგავსება. ჰოთელის სივრცე პრინციპში გამოდის, რომ უნდა იყოს კვადროციკლების ადგილი, ხო, რაღაც გასაქირავებელი სივრცე. პლუს კიდე სადაც ტურისტი მოძრაობს და ტურისტული სფერო განვითარებულია და ბევრი ხალხი მოძრაობს, აქეთ არის სადაც ადრე მუშაობდა ხალხი. ხო. იქით იმენ ტურისტი არ მოძრაობს. ერთი ვარიანტი ეგ არის, რომ აქ მონაკვეთს 30 თქოს, მაგრამ 50-ზე განთავსდეს და კონკურენციის გამო კეთებით ალბათ ძალიან ახლოს რო იქნება ლოკაციები, დისკომფორტი იქნება ძალიან მქირავებლისთვისაც და გამქირავებლისთვისაც.
და მეორე ვარიანტი ის არის, რომ ამ 71 ადამიანმა გამენაირად უნდა აირჩიოს, რომელი 30 იმუშავებს და ის 51 ადამიანი უნდა დარჩეს სახლში ბანკის თვალით და ყადაღებით და სახლის შემოქმედებით. რომელი ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ? და ამ ვარიანტი არ უმსჯელია საკრებულოს, როგორც მე ხვდები, ხო? მან იმსჯელა მარტო სამოძრაო ტერიტორიაზე. გამოიტანეს დადგენილება, რომ ამ 2027 წლამდე როგორც აქამდე ხალხი მუშაობდა, იმისნება დარჩეს რომ იმუშაონ, მაგრამ ბულვარის ადმინისტრაცია არ თავს ნებას. მაგრამ პარკირების ადგილებისაც უნდა იყოს, ამაზე არ უმსჯელია საკრებულოს. არა, ბულვარის ადმინისტრაცია ისე მიგვიქითებს, რომ აკვაპარკის იქით ისევ 30% უნდა ჩაიდოს ეს ხალხი. ამას ამბობს ბულვარის ადმინისტრაცია, მაგრამ არა საკრებულო, ხო? ანუ საკრებულოში როგორც იმუშაობდით, ისევ იმუშავეთ 2027 წლამდე. მაგრამ მაშინ გამოდის, რომ თქვენ იგივე სივრცეებში უნდა შეგეძლოთ მაშინ პარკირება, ხო? შეგვეძლოს, მაგრამ ბულვარის ადმინისტრაცია არ გვთავს მაგალ ნებას. ანუ ბულვარის ადმინისტრაცია იქცევა უკანონოდ თქვენ ასე. ესე გამოდის რა. თქვენი სახელდაგვარი? მადლობა გაბრიელ. მოდი თქვენც გითხარით, რატომ გამოდის ბათუმის ბულვარის მიდგომა უკანონო? მოდი აქეთ რომ დადგეთ, მოდი შენ. უკანონოდ ჩვენ როცა მუშაობთ, რამდენი 10 წელია, 15 წელია მუშაობთ, იყო 19 წელში ესეთი დადგენილება გამოვიდა, რომ შეგვიმოკლეს რა ადგილი. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან ბულვარის აკვაპარკის ბოლომდე. ასეთი რაღაცა იქნება. ხო და ეხლა ამ ადმინისტრაციას დირექტორს ალბათ სურვილი აქვს, რომ ჩვენ გადაგვისროლოს აკვაპარკიდან მოდი შეეწოდეთ. უკაცრავად, თქვენთან არიან მოქალაქეები და შეგიძლიათ პასუხი გავგზავნოთ ამ ბულვართან დაკავშირებით. თქვენ ხართ დირექტორის მოადგილე, ხო, როგორც ვიცი? არ ძებთ პასუხს საზოგადოებას? შეიძლება მე დაგველაპარაკოს უკაცრავად. გამარჯობა. არა, ეხლა რა დრო შესვენება, რომელი საათია? შესვენება 2 საათამდე. ხო რა, ხართ ოფისში მუშაობთ და ვინმე რომ გავგზეს პასუხი? მაგრამ მივაწყობთ მას და თქვენ რა პოზიციაზე მუშაობთ? მონიტორინგის სამსახურში. თქვენ რა დაგველაპარაკოთ ემოთხონებზე რაც არის? კარგი. მოგო ჩვენ ცადეთ რომ დირექტორის მოადგილისგან მიგვიღო პასუხი აი ემოთხონასთან დაკავშირებით რაც აქვთ აქ კვადროციკლის გაქირავებით დაკავებულ ადამიანებს, მაგრამ მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვები. სამსახურად არ უპასუხა. გამოდი! ეს ადმინისტრაციამ შეკითხვებს. გამოდი! 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 მოდი შევწყვიტეთ წაღან საუბარი, რომ მოგვიყვეთ, მოგეთ რომ დაასაბუთოთ და განმარტოთ კონკრეტულად რატომ არის უკანონო ეხლა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, როცა მათ შეამცირეს 71 პარკირების ადგილი 30 ადგილამდე. 30 ადგილამდე შეამცირეს და გადაგვისროლეს მათი სურვილით, რა ვიცი, ალბათ კერძო ინტერესი გააჩნია. ბევრი დირექტორი იყო ჩვენ აქ მუშაობის პროცესში, მაგრამ ასეთი მოთხოვნა არც დირექტორს არ ქონია. ეს დირექტორი გვეუბნება, რომ გადადით ადმინისტრაციის გვეუბნება, რომ გადადით აკვაპარკიდან, კობალაძიდან ბათუმი ვიუმს ტერიტორიაზე. ბათუმი ვიუარის პლაჟზე აშენებული კორპუსები პრაქტიკულად. ძალიან მოკლე მონაკვეთია. იქ არანაირი ვერც ერთნაირად ფიზიკურად ვერ დავედევით. 30 ლოკაციას მოგცენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს 70 ლოკაცია მთლიან ბულვარში, აი დაწყებული დელფინარიუმიდან დამთავრებული ბათუმი ვიუმდე. რომ კარგად წარმოიდგინოს მაყურებელმა ხა აქ რაზეა ლაპარაკი, ხო, ბევრს აქვს საუბარი იმაზე, რომ აი ეს კვადროციკლების გადაადგილება იყო პრობლემა, რომ იქნებოდა უსაფრთხოების რისკები, ბევრი კვადროციკლი გადაადგილება ერთმანეთს ეჯახებიან, ნახეთ ეს ავარიები. ანუ ეხლა კიდევ უფრო რთული სიტუაცია იქნება იმ კუთხით, რომ იქნება ერთ ადგილზე, ხო, ანუ აკვაპარკიდან ბათუმი ვიუმდე და ადრე იყო დელფინარიუმიდან ბათუმი ვიუმდე, ხო, მართალია. ძალიან მოკლე მონაკვეთში იქნება მოყრილი ეს ყველაფერი, ძალიან ცუდად
ხო, რატომ მიქცევა ასე თქვენი აზრით ბათუმის ბულვარი? არის მისი რეალური мотиваცია. мотиваცია ალბათ ყველა ჩვენ ახლა ქართველები ვართ და ვიცით ახლა რაღაც ინტერესის გამო ალბათ, მაგრამ აბა მე თუ რამე ინტერესი არ მაქვს, მე მაგ ინტერესი რომ პურის ფული მივიტანო. ოჯახში მე ჩემი ინტერესი ისა და იმიტომ დგას. აი ყველა უმრავლესობა რომ პურის ფული მიიტანოს ოჯახში. სეზონურად 3 თვე მუშაობთ, 9 თვე ვართ უმუშევარ. ყველა გვაქვს იმის ინტერესი რომ მივიდე. საკრებულოს დიდი მადლობა გამოვიდა. ხარი დაგვიჭირა. როგორც იყავით, ისე იმუშავეთ, მაგრამ ამ ადმინისტრატ დირექტორს, ამ ბულვარის დირექტორს არ სურს, რომ ჩვენ როგორც მუშაობდით, ისე ვიმუშაოთ. კი, რა თქმა უნდა, რეგულაციები საჭიროა, რაღაცები საჭიროა, რაღაცების შეწყვეტა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვავიწროვოს და ეს უკანონობა იმიტომ რომ საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება. როგორც იყავით, ისე იმუშავეთო და აი თვითნებურად გამოდის, რომ თვითნებურად ბულვარის დირექტორი ვავიწროვებს. რაზე ორიენტირებული ზოგადად ქართული ოცნება და ეს თავრობა თქვენ დაგვირობით. თქვენ დიდი ხანია უკვე ხართ ქუჩაში და ითხოვთ ამ პრობლემის გადაჭრას და ამ დრომდე არ არის მოგვარებული ეს პრობლემა. დაიწყო უკვე ზაფხული დღეს ორი იმისია. კერძო პიროვნებების ინტერესებია აქ ალბათ, ხორე ახლა ბრო ჩვენ პოლიტიკურ თემებზე ახლა ეს თავრობა და რაღაცა თავრობამ პირიქით ჩვენ მხარი დაგვიჭირა. არა, როგორ დაგიჭირათ მხარი? საკრებულომ შეგვიშვა, უფლება მოხდა. ხო, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ ახლა რომ საკრებულოს ხარი და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ხარი და ეს შეიძლება არ იყოს, ხო, ამის გჯერა ახლა თქვენ რომ ჩდი კავშირშია? არა, საბუთერად ერთია, მაგრამ თქვენ რა გჯერათ ახლა რომ თუ ბიზნეს ინტერესია ვინმეს ბულვარში და იქ ესე იგი ბიზნესი გაკეთება უნდა, ესე იგი ამ გაწყვეტილებას იღებს ბათუმის ბულვარი და საკრებულო თქვენ ხარს იჭერს და რა ქვია სხვა პირიქით ყველა მხარს გვიჭერს, მაგრამ აი ასე გჯერათ თქვენ ასე არ მოგიდგენიათ. რავი, არ მგონია ამ დონეზე ახლა ეს როგორ ახლა იგენმა გამოიტანეს რომ თქვენ იმუშავეთ და აგენი ერთმანეთს ეს მე კავშირს აქ რა ვიცი. გავიგეთ. თქვენი სახელი და გვარი? ვაჟა დავითა. ვაჟა დავითა. მადლობა. ასეთია მოქალაქეების გზავნილები დღეს ისინი მოვიდნენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან. თქვენ ახლა ხედავთ კადრში იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მუშაობენ ბათუმის ბულვარში კვადროციკლების გაქირავებაზე და წელს მათი მუშაობის პირობები შეიცვალა. მოგესალმებით, რო გითხრათ თქვენ შესახებ, თქვენ ველოსიპედებს აქირავებთ, მე როგორც მახსოვს, ხო? ან თქვენც შეგეხოთ ეს გადაწყვეტილება? თქვენ რამდენი წელია უკვე მუშაობთ ბულვარში? ხო. ეხლა რა იცვლება თქვენთვის? მიჩერია, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. უნდა დავდგედა იმუშაო. უნდა მომწეს, ხო? ესე გამოდის, რომ აი ყველა ადამიანი ერთ ადგილზე უყურებს, რომ ამ ველოსიპედების გაქირავებასაც ეხება ეს გადაწყვეტილება. ანუ თქვენ ხო მთელი ბულვარის ტერიტორიაზე შეგიძლიათ გააქირავოთ ეს ველოსიპედები, არა? მთელი ბულვარის ტერიტორიაზე არ შეგიძლიათ თქვენ გააქირავოთ ველოსიპედი? ანუ ეს ეხება? მოპედებს ეხება. ველოსიპედებს არ ეხება. არ ეხება, მაგრამ ველოსიპედებს რამე არ მუშაობს ფაქტიურად. მაგრამ ველოსიპედებს აქირავებთ ეხლა თქვენ ცალკე? ველოსიპედი არის ახლა. უმრავლესი აქირავდება. ველოსიპედები ქირავდება. ანუ ეს ამას ამ ნაწილს არ ეხება. თქვენი სახელი და გვარი? არა, ქირავდებაო, თვითონ ამბობს და საკიროარის ტერიტორიაზე ველოსიპედი არ ქირავდება. ტერიტორიაზე არა. აბა სად ქირავდება? როგორ? მერის ტერიტორიაზე. ქალაქის ტერიტორიაზე. და ბულვარის ტერიტორიაზე რატო არ ქირავდება? არა, ანუ ეს გადაწყვეტილება ეხება ველოსიპედებსაც? ხო, ანუ ესე იგი ეხება ველოსიპედებსაც, ხო? ანუ თქვენ ახლა ვერ გააქირავებთ ველოსიპედს, რომ თუ არ გეკნებათ პარკირების სივრცე, ხო? და ეს პარკირების სივრცე ისევ ამ მოპედებზეა მიბნული, ხო? ანუ ცალკე ვერ გეკნებათ ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილი. ხო, ახლა გავიგე კი. კაი, მადლობა. ასეთია მოკლედ გზავნილები მოქალაქეების, რომლებიც მოვიდნენ დღეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან, ადამიანები, რომლებიც აქირავებენ ელექტრომოწყობილობებს, მოპედებს, კვადროციკლებს და 300-მდე ასეთი ადამიანი, როგორც თავად გითხრეს,
წელს შეიცვალა მათი სამუშაო გარემო პირობები, რადგანაც მათ უთხრეს თავდაპირველად რომ ისინი საერთოდ აღარ იმუშავებენ ბულვარში, რადგანაც არსებობს უსაფრთხოების პრობლემები და უნდა ვთქვათ რომ ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს როგორც ავარიული სიტუაციები, ასევე ავარიები, დაშავებული ადამიანები, სწორედ ამ კვადროციკლების მოძრაობის დროს და იმის გამო რომ რეგულაციის შესაბამისი პირობები არ ჰქონდა დაწესებული შესაბამის უწყებებს, ამიტომ წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ კვადროციკლები საერთოდ აღარ იქნებოდა ბულვარში. შემდეგ ამ ადამიანებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები, რადგანაც ეს იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, არ იყო წინასწარ გაფრთხილებული არავინ. ჩვენ მოვისმინეთ ასევე ისტორიები, რომ ეს ადამიანები არიან ბანკის ვალები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილება და თქვა, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მათ შეუძლიათ რომ იმუშაონ. რამდენიმე დღის წინ იმსჯელა ამ საკითხზე ასევე ბათუმის საკრებულომ პრაქტიკულად თქვა, რომ 2027 წლამდე, ანუ მომავალ წლამდე შესაძლებელია რომ ამ ადამიანებმა იმუშაონ ისევ იმ პერიმეტრზე, რაც იყო წინა წლებში, ეს არის დელფინარიუმიდან ზევით აეროპორტის მიმართულებით, მაგრამ უკვე პრობლემა არის განთავსების ადგილები, ანუ პარკირების სივრცეები, ის სივრცეები, სადაც უნდა გააქირავონ ამ ადამიანებმა კვადროციკლები და მოპედები, ამობენ რომ თუ წინა წლებში იყო ასეთი ადგილი 71 პარკირების სივრცე დელფინარიუმიდან აეროპორტის მიმართულებით, ახლა უკვე ასეთი ადგილი იქნება 30 და თან იქნება აკვაპარკიდან ბათუმი ვიუმდე, ეს არის ის корпуси, რომელიც პრაქტიკულად დგას პლაჟზე და საკმაოდ მცირე მონაკვეთში იქნება 30 პარკირების სივრცე, რაც არ არის საკმარისი და პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი და მოუხერხებელი მათი მუშაობა. მათ გუშინ მიიღეს ასეთი განმარტება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან და დღესაც მოვიდნენ რომ შეხვდნენ ისე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, მაგრამ მათ დღეს არავინ არ შეხვდა. ჩვენც ვიცავთ დაგვესვა შეკითხვა ბათუმის ბულვარის თანამშრომლებისთვის, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან ეთგაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.